თუმცა ჯაბა იოსელიანთან თქვენ საკმაოდ ბევრი და დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებდათ და ერთგან თქვენ ბრძანეთ რომ ჯაბა იოსელიანიც მოკლულია და არ არის თავისი სიკვდილით გადაწყვეტილი. ეხლა მე რატო დამებადა აზრი, როცა ჯაბა ჩამოვიდა ბულგარეთიდან და მე შევხვდა. აი თავის სიტყვებს გეუბნებით. მეთქი რა გეკითხა ვანგა მეუთხარ რო იყავი ის ხობრობით რა მითხრა და ქალი მოკლავს შენო აი ესე მითხრაო ზუსტად ეხლა მე ვანგა სიტყვებს ვიბეორებ ეხლა მე გამახსენდა ვიღრამულ ქალთან ქონდა ურთიერთობა გამიგეთ რა არის და მე განალებე იმას თავი ხალხა კიო დამონები ყველაფერი ეხლა რატო ვიძახი მეორეს ზაზა ვებხვაძე ალევიდედეს გამარჯდა წირა გამოკლა და ორის ჯაბა იოსელიანთან მყოფი ქალბატონი ასმევდა და ზაზას დალევია წამალი და კიდაღა გააფშეკია ფეხი მე ზაზა მაინც მოკლეს უყურეთ როგორი ის არის ზაზას ვანაძის მკვლელობა ცოტა უფრო მეტად გახმაურდა და მან ცოტა უფრო სხვა ინტერესები გადაიმეტა ეს დაიმალა გამიგეთ რომ სამი სასტრაფო გამოიძახეს და ძლივს მოასულიერეს ზაზა რო არ გამოიძახებთ მყარი იყო ისიც ევივით წამლეთ რა წამალი არის? ეხლა მე იმას გეუბნებით, რაც ჯაბა მითხრა და რაც ფაქტი იყო ზაზას ვებხვაძეს მოწამვლა. ერთხელ თქვენ სახელი თქვით მისი ქალბატონი თინა. და ვინ არის ქალბატონი თინა, რომელსაც თენგიზ კიტოვანი აბრალებს ჯაბა იოსელიანის მკვლელობას და საკმაოდ ქვამაღალი ბრალდება. ესეთ კოჭი განსხვავდება. იმდენად, ამდენად თვითონ ჯაბა მითხრა ეს. რომ ქალი რომ თინამ კლავსო? თინამ კლავსო? არა, ის რაც ქალმა უთხრა, ვანგას თელი მსოფლიო უჯერებდა და მუხლებზე ედგა. ვანგას ჩამოვიდა მითხრა რომ თინა მომკლავს მეუღო. აბა თელი მსოფლიო ედგა მუხლებზე და მიდიოდა რიგები ედგა რომ ეთქვა ამ ქალს რაიმე. ვინ არის ეს თინა? არ ვიცი მე ვინ არის. როგორ არის თქვენ? არ ვიცი მე შეხება არ ქონია მაგალთა დავით დღეში. ეგ მაგას შეხება როგორ უნდა მეც მოკლავდა.